ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველ საუკუნეებში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, რომელიც ქართველურ ტომებს ეკავათ, უაღრესად დაწინაურებული ტერიტორია გახლდათ. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც კოლხეთის ტერიტორიით ისეთი დიდი ცივილიზაციის კერა დაინტერესდა, როგორც არის ეგეოსური სამყარო. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ არგონავტების ლაშქრობა ასეთ შორილ და იმ დროის ბერძნული სამყაროსათვის აბსოლუტურად უცხო მხარეში განხორციელდა. ძველი ბერძენი მემატიანეები ამ ლაშქრობის მიზეზად კარგად დასახლებულ და მდიდარ ქვეყანას ასახელებენ. მათ ამ მტკიცებულებას შესანიშნავად ადასტურებს კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. ისეთ მნიშვნელოვან ზღვისპირა არქეოლოგიურ ძეგლზე, როგორიც არის ქობულეთური ფიჭვნარის სამაროვანი, აღმოჩენილია განსაკუთრებული და უნიკალური სიმდიდრე, როგორიცაა ადგილობრივად დამზადებული ოქროს ნაწარმი. ბერძნების კვალდაკვალ ჩვენც ამ უნიკალური ადგილების დასათვალიერებლად მივედით. მეგზურობას კი არქეოლოგი, ბათუმის მუზეუმის დირექტორი ვატორი ამირან კახაძე გაგვიწევს. აი ამ ადგილმა ფიჭნარის უძველესმა დასახლება, ისე როგორ ურეკის მიდამოებმა, ჭოროხის აუზმა ძალიან დიდი როლი ითამაშა დასავლურ ქართული ტომობრივი კულტურის წარმოშობისათვის. ესე იგი პირველი კერა, პირველი აკვანი ამ საოცარი კულტურისა სწორედ აქ არის საძიებელი. ჩვენ 67 წელში აი ამ ადგილას პირველად მივაკვლიეთ ბერძნულ სამაროვანს, ნეკროპოლს, მკვდართა ქალაქს. მეხუთე საუკუნის სამაროვანზე ჩვენ შევისწავლეთ 425 სამარხი და ასეულობით სარიტუალო მონეტები. მოდით აბა რა საინტერესო ამბავია. აგრეთ ძვლები ნახეთ აღაბის შესრულების დროს. კაცირებული ძვლები გადარჩენილია. ერთი სამარხი აგერ შედის. და მეორე აგერ ბალახებს ხედავთ, რბილი რო იყო ბალახი ამოსულია და ამ აქეთ მაგარზე იმდენად არ არის. ესე იგი მილიონზე დავდებს არიზალოს რომ ეს სამარხი გაგრძელდება ესე და აქ არის. კი. ხო. ბატონო ამირან ესე გადმოწიო ეს ხელი. კი, ისე იმუშავეთ თუ გინდა. კი. ეს არის სამარხის პირი. აქეთ უნდა გაგრძელდეს სამარხი. იქით გაგრძელდება სამარხი. ლურსმანი. საერთოდ რამდენი წლის 2400 ხელში მიჭიროს 2400 წლის ლურსმანი. ახლა საფლავის პირზე შეგიძლიათ შევერთ აი კიდე ნატეხი შავლაგიანი შავლაგიანი კი ჩვენ განებირებული ვართ თუ არა სხვაგან ეს ნატეხი რო აღმოჩნდეს ზეიმია იგი ჩემთვის ძალიან დიდი ზეიმია მშვენიერად ყოფილა გადარჩენილი აკროპოლი კოშკები ორმაგი კედლები მაგრამ ორი დიდი უბედურება დააწყდა თავს გასულ საუკუნეში და იქითა საუკუნის ბოლოში ბათუმის სპორტის მშენებლობის დროს აქ ქვის ინერტული მასა ამსხერებდნენ კედლებს და მიქონდათ იქათა აღმოსავლეთ მხრიდან და ქონდა და კი ბატონო მიადგეს ახლა ლიმონარიო მე 30 წლებში მიადგეს ლიმონარი აბას შეიძლება კიდევ მაგრამ იმას არაფერი აღარ შეიძლება იქ დამხარეს დანგრეულია კი საკმაოდ მაგრამ რეკონსტრუქცია შეიძლება გაკეთდეს ზღვისპირა ზოლში განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ისეთი ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი როგორიცაა ციხისძირი ანუ იგივე პეტრა არქეოლოგიური მონაპოვრები ადასტურებენ, რომ რომაულ ხანაში ეს ტერიტორია ინტენსიურად იყო ათვისებული. პეტრას ციხე მე-6 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააშენა და საგულისხმო და საინტერესო რომ აქ არის ეგრესის სამეფოს ლაზიკის ეპარქიის საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევები. ამას გარდა ძალიან განვითარებული იყო აქ შეიძლება ითქვას ყველაფერი აბანოც გვაქვს უკან, აქეთ მაცივარია და რაც თავარია, პეტრა მდებარეობდა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, ესე ვთქვათ, მარშრუტზე, აქ გადიოდა ვიწრო გზა და სწორად პეტრას ციხისგან ხდებოდა მისი გაკონტროლება. ანუ სომხეთში, ირანში, ბიზანტიაში მიღალი ვიწრო გზა გადიოდა პეტრასთან. პეტრა მოგეხსენებათ ძველბერძნულად კლდეს ნიშნავს, კლდე ქონდა ამ ციხეს ერთი მხრიდან ბუნებრივი ასე ვთქვათ სიმაგრე და ზღვის მხრიდან დიდი კედელი იცავდა მას. ფაქტობრივად მიუვალი ციხე იყო.
შუა საუკუნეებშიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მნიშვნელობას და მეცაც გეტყვით შუა საუკუნეებში მას ქაჯეთის ციხესაც უწოდებდნენ. საინტერესოა. ძალიან საინტერესო და კომპაქტურად იყო ყველაფერი განაწილებული. პეტრას ციხეს ზევით ჰქონდა წყლის რეზერვუარი, იქიდან აბანოში მიაწოდებოდა წყალი, ნაწილდებოდა მცელციხეზე და პროდუქტს ინახავდნენ აი ამ მაცივარში, თევზი, ხორცის პროდუქტები ჰქონდა შენახული და როგორც მატიანი ეუწყება არ ფუჭდებოდა. მართლა ძალიან საინტერესოა. პეტრას ციხესთან ერთი ვიწრო გზა გადიოდა, რომელიც ბიზანტიის სამეფოს სომხეთს და ირანს უკავშირდებოდა და ამით ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადგილს. აგრეთვე აქ გადიოდა საზღვაო გზაც და კომერციული სავაჭრო მარშრუტი იყო. ამითი განსაკუთრებული ადგილი ეკავა პეტრას ციხეს და ეს იყო იმის მიზეზიც, რომ მე-7 საუკუნეების შუა წლებში ბიზანტიასა და ირანს შორის სწორედ პეტრას ციხის გამო გაჩაღდა ომი. კარგად ხედავთ, რომ მართლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, ფაქტიურად მთელი შავი ზღვის საქართველოს სანაპირო კონტროლდება აქედან, ფაქტიურად კარგ ამეთში ჩვენ ვიდრე აფხაზეთსაც კი ხედავთ უკვე აქედან. მართლაც ყველაზე ძირითადი მარშრუტია ეს ზღვაოსნობაში. აზრე შუა საუკუნეების ბაზილიკა. ეს სამნავიანი, ესე იგი ეს სამხრეთის ნავი, ჩრდილოეთის ნავი და ცენტრალური ნავი. აფსიდა საკმაოდ დიდი ზომის და ნახეთ რა ლამაზად, რა კარგად თლილი ქვებისგან არის ნაგები. იქვე ამ ბაზილიკას მარანიც ქონია, ქვევრის ნაშთები არის. წავიდეთ ასე გავიაროთ. ეს არის საურდული, ხო? საურდულეთ რომ კარები ჩაიკეტათ, კი? საკმაოდ არა, სამხარეს და მე ესე ერთი მთლიანად შეუშვებდნენ და აქეთ შედიოდა ბოლომდე ისა გამაგრებდნენ. სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გონიოს, ანუ ძველი აფსაროსი, როგორც მას ადრე ეწოდებოდა. ეს იყო ის საწყისი წერტილი, საიდანაც რომაელებმა შექმნეს გამაგრებული სისტემა, ეგრეთ წოდებული ლიმესი, რომელიც გულისხმობდა გონიოს, რომაულ კასტელონს ფაზისში და სევასტოპოლიში, დღევანდელი სოხუმის ტერიტორიაზე. ეს იყო ჯაჭვი, რომელიც რომაელებმა შექმნეს ციხესიმაგრეების სახით. გონიოს, იგივე აფსაროსის ციხესიმაგრე ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეს განეკუთვნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ციხესიმაგრეა რომაული პერიოდის. ასეთი პრინციპში არცად არ არის და იგი ახლა უკვე აფსაროსის გზატკეცილზე მდებარეობს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნავყოფი, რომელიც რომის ექსპანსიის ტერიტორიას მოიცავდა, მაგრამ ასე კარგად გადარჩენილი. რომაული კასტელა სხვაგან მე პირადად არ მეგონება მართალი კითხვა. თავისი წყალმომარაგების სისტემა, სათავე ნაგებობაც არის შემორჩენილი. ხედავთ თქვენ აგერ ჩემს უკან არის რომაული თერმა, აბანო. შემდეგ ოსმალები რომ მოსულან, ოსმალური აბანო გადაუდგამთ შემდეგ. გაგრძელებაზე სახელოსნოუბნები გვაქვს აღმოჩენილი, კერამიკის გამოსაწვავი, ოქრომჭედლობის გამოსაწვავი, ადმინისტრაცია, პრინციპატი გვაქვს ისეთი ცნობად, არიანეს ცნობად, რომ გონიოში, აფსაროში იგივე არსებობდა თეატრი და ჰიპოდრომი. საქართველოს სხვა არც ერთი ძეგლის შესახებ მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ მოგვეწოდებდა. ერთი სიტყვით, ანტიკურ ხანაში ქალაქების ფიჭვნარისა და აფსაროსის შესწავლისათვის უმდიდრესი მასალა გაგვაჩნია, ხოლო ადრე შუა საუკუნეებისათვის კი ციხისირის მიხედვითაც ძალიან მდიდარი მასალა გაგვაჩნია. ფიჭვნარი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი არის, ესე იგი, მთელი ანტიკური ხანის განმავლობაში სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აქვს ანტიკური ბერძნული ცივილიზაციის
სხვადასხვა ცენტრებთან. წერს ასეთი სამი ცალი მთლიანი ამფორა აღმოაჩინეთ. ეს არის როდოსის ამფორა, ეგროსის სამყაროზე. შემდეგ მეორე ამფორა გვაქვს, ძველი კონსტანტინოპოლი ხო იყო, ბერძნებმა დაარსეს, ბიზანტიონი უწოდეს და აი იმის ამფორა გვაქვს და აგერ კოლხური ჭურჭელი ღვინის ჭინჭილას ტიპის სასმელი, რომელსაც ყურბილი ანდოქს ეძახით ჩვენ და აი ლამაზად ორნამენტირებული, ფიჭვნარში ასეულობითაა აღმოჩენილი მსგავსი და სხვადასხვა ორნამენტაციის მქონე ნიმუშები. და რა არის საინტერესო, იმდენად ბერძნების მოწოდათ გამოიყენეს მერე, შუა კავკასიამდეც კი გადავიდა აი ეს ფორმა, ისე ხეს კოლხური ცულების მსგავსად. აგერ არის სინოპური მონეტა ვერცხლის, კარგად გადარჩენილი, მოსემული არის ნიმფას ღვთაების სინოპის გამოსახულება, ხოლო მეორე მხარეს კი დელფინზე დაფრენილი არწივი, არაჩვეულებრივი ეს ბერძნული ანტიკური ნაკეთობა, საწოვარა, ეგრეთ წოდებული გუტუსი, რომელზედაც მოცემული არის ლომბისთავის სკულპტურული გამოსახულება. ეს აქედან ეს ბავშვისთვის ზისტუს რამის მიწაწოდებლად აქედან შეიძლება მიწოდება. გვაქვს კიდევ ერთი სკიფოსი, ეგრეთ წოდებული საღვინე ჭურჭელი, რომლის ორივე მხარეს მოცემული არის ათლეტის ფიგურა. აი ნახეთ რა ლამაზი ოინოხოისებრი ჭურჭელი არის. ამას ოინოხოი აქვია. ასეთი აშოტილი ტანი აქვს, შესანიშნავი პირი. აგერ კიდევ გვაქვს იონიური ჭურჭელი, როდოსური იონიური, რომელიც სადაც ზოლებით არის მოხატული და ნახეთ სამტუჩა პირი აქვს, რომ აი ეს მსგავს ჭურჭელში ანიმაში გადაისხათ ღვინო. წრევანდელი გათხრებით ჩვენ ძალიან გავამდიდრეთ ჩვენი ქვეყნის კულტურის საგანძური 26 სამარხი და 16 სააღაპო მოედანი გავთხარეთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ მეორე უბანზეც დავიწყეთ ჩვენ საკონტროლო გათხრები. წელს საინტერესო იყო ისიც, რომ პირველად ფიჭვნარში აღმოჩნდა ბერძნების გავსად სააღაპო მოედანი კოლხების სამარავანზე. აი ესეთივე რიტუალი შეესრულებინათ, ეს ჭურჭელები ჯერ კიდევ არ გვაქვს აღდგენილი და მათ შესახებ შეიძლება საუბარი. ჩვენს მუზეუმში ბანკის სეიფებიდან გადმოტანილი იქნა ოქროს საგანძური. ეგრე ხედავთ თქვენ არაჩვეულებრივ ოქროს საყურეებს. ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის შუა ხანებისა. აღმოჩენილი არის ფიჭვნარში მაღალ მხატვრული ნაკეთობა, კოლხური ნაკეთობა, რაც მთავარია, რაზეც მეტყველებს ეს ორნამენტირებული სარტყელი და ვარდული. მსგავსი საყურეები აღმოჩენილი არის ვანსა და საირღეში, მაგრამ ჩვენი მონაპოვარი გამოირჩევა ზოგიერთი თავისებურებით, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ფიჭვნარშიაც ვანისა და საირღესა და თქვათ ახალგორის ოქრომ ჭედლობის სკოლის გავსად მოქმედებდა მსგავსი საიუველირო ცენტრი. აი ამავე სამარხში იყო ასეთი ოქროს ყელსაბამი, რომელსაც ამკობს პეპელასებრი საკიდები. აი ეს მაგალითად ლომისთავებიანი ოქროს საყურეები ძალიან ფართოდაა გავრცელებული, მაკედონიდან დაწყებული ეგვიპტემდე, იტალიიდან დაწყებული ვიდრე იონიის სანაპიროებამდე. ჩვენთანაც გამოჩნდა ერთადერთი წყვილი გვაქვს საქართველოში, ეს ლომისთავებიანი ოქროს საყურეები, ესე იგი, რომელიც სრულად გამოსახავს ისთავი იუველირო ხელოვნებაში მომხდარ ცვლილებებს და ესეც რომელი ძველი წარსახლის მესამე საუკუნეა უკვე. და რომელი ხანაა ეს? ელინისტური ხანა, ეგრეთ წოდებული ელინისტური ხანა. აი. სხივოსანი.
ახალი წელთაღრიცხვის პირველი მეორე საუკუნეები. რომაული ხანა. მეც აქ დამზადებულია თუ შემოტანილია? არა, ეთყობა ადგილზე დამზადებული შეიძლება იყოს მათი მიბაძვით, რომაულების მიბაძვით ისე ნამუშევრები. დიოსკურის თუ ატესის გამოსახულებით სამკაულულად წარმოადგენდა მთლიანი ეს გულსაკიდი. გულსაკიდი, ხო. ესეც აქ არის დამზადებული თუ არა გამორიცხული, იმიტომ რომ ესე იგი რომაელი ხელოსნები სადაც იყვნენ, დადიოდნენ, იქ რა თქმა უნდა, ჰქონდათ თავისი ხელოსნული წარმოება. რომაული პერიოდი ეს? ერთი პერიოდი. ერთი პერიოდი. კი ბატონო. გული კარგია რა? შენიერია. ეს არის ზარდახში, თვითონ ზარდახშა ზარდახშა ეთყობა ხე იყო გამქრალია, მაგრამ ის რითაც მოჭედილი იყო, მუხის ფოთლები, ოქროს რუსმლები იქნი გვაქვს გადარჩენილი. მაგის აღდგენა შეიძლება უკვე. ეს არის ჯიხვი, ჯიხვი და ავაზა. ავაზა, ანუ ესე ჩვენთან იყო მაშინ. სტილია, კი. ცხოველთა ბრძოლის სცენა ძალიან დამახასიათებელი არის. ჯერ სკვითური ხელოვნებისათვის და მერე სარმატული ხელოვნებისათვის. ეს სარმატულ ხელოვნებას ვახლებთ. ამის პატრონი, საუბრობ მანდილოსანი, ძალიან მდიდარი. ძალიან მდიდარი. ადრეშუა საუკუნეები ფიჭვნარის არაჩვეულებრივი ბეჭედი ნახეთ რა ლამაზი ქვის დამუშავების უმაღლესი ტექნიკა და ეს ქვა რა არის? წოც. გრძელდება ადრეშუა საუკუნეებშიაც, ესე იგი ტრადიციები, მაღალი ტრადიცია, კოლხურია, ეს ყველა ადგილობრივია. საოცარი ნაკეთობაა. კი. წევანდელი აღმოჩენების მორიგი სენსაცია გახლავთ ფიჭვნართან ახლოს ზღვის სანაპირო ზოლიდან 10 კილომეტრის მოშორებით დაახლოებით 119-120 მეტრის სიღრმეზე ლაზი მესევზის მიერ, ზაქრის მიერ შეგროვილი იქნა მეტად საინტერესო მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენს ერამდე მეორე საუკუნის შუახანებისა თუ მეორე ნახევრისათვის ჩაძირულა გემი. როგორც ხედავთ, აი ეს მაშინ ამყოფი ხელა და ჭაფი, ნიჟარები აქვს დაცეული, მთლიანად დასული, აი ამისა და ამ ფორის მიხედვით აქვე აღმოჩნდა, აღვადგინეთ, სამწუხაროდ ერთი ამფორა მოიპარეს მეზღვერებმა ისა და მთლიანად დაცული იყო ის, მაგრამ უპრეცედენტო შემოსხვევა არის არა მარტო აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთისათვის, არამედ ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთისათვის, იმიტომ მსგავსი მეტყველი დეტალები, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე ვფიქრობთ გემის რესტავრაციაზე, სამგზავრო გემი უნდა ყოფილიყო, რომლის სიგრძე 35-დან 40 მეტრამდე უნდა ყოფილიყო, ჩვენ არ ქონია. აქ არის კიდევ ერთი დეტალი იმავე ადგილებიდან. ხედავთ მის ნიჩბის მოსასმენად გაკვეთილი დეტალი, რომელიც რკინისაგანაა დამზადებული, მაგრამ ამის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩვენ განსაზღვრული. პეტრას იგივე ციხისძირის მიმდებარე ზღვის აკვატორია არქეოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო და აქამდე პრაქტიკულად გამოუკლებია. ჩვენ დავათვალიერეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია, მაგრამ იმის გამო, რომ აქ სიღრმე სულ რაღაც 4-5 მეტრია და ფსკერი ძლიერ დასილულია, არქეოლოგიური კვლევა სპეცსახჭურულობითა და უფრო დიდ სიღრმეებშია ჩასატარებელი. ახლა კი მხოლოდ მოლუსკები შეგხვდება.